შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვს დაწყებული. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებსაც, თუმცა უცნობია იდენტიფიცირებული ყავს თუ არა პოლიციას დამნაშავეები. აქციის მონაწილეებისა და მედიისთვის კი მათი ვინაობა უკვე ცნობილია, რადგან საარჩევნო შტაბის წევრების მიერ თავდასხმის ამსახველი არაერთი კადრი არსებობს. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობდა ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნანო, როგორ განვითარდა პროცესები მელიქიშვილის გამზირზე და ვინ არიან ეს თავდამსხმელები, მოგვიყევი. კეთი, მივყვეთ თავიდან. ვითარება მელიქიშვილის გამზირზე განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაძრული მარში კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდა. პროვოკაციები ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან და სიტყვიერი დაპირისპირებაც მალევე გადაიზარდა უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში. ქართული ოცნების წარმომადგენლები ფიზიკურად დაესხნენ თავს აქციის მონაწილეებს. პოლიცია მხოლოდ 10 ან 15 წუთის შემდეგ ჩაერთო კონფლიქტში და სცადა ვითარების თითქოს განმუხტვა ერთგვარად. ვინ არიან ქართული ოცნების ის წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ, სცემდნენ ქალებს და თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს ეგრეთ წოდებული კასტეტებითა და მეტალის ხელსაწყოებით. ქალებს სცემდა ზაზა მამალაძე. საზოგადოებამ ნახა კადრები, როგორ გააწნა სილა ახალგაზრდა გოგოს, სწორედ ზაზა მამალაძე, მის ქართული ოცნების წევრია. ქალების მიმართ განსაკუთრებით აგრესიული იყო ასევე ლევან ზარდიაშვილი. ის ყელში სწუდა პუბლიკის ჟურნალისტ გოგოს, ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, ასევე აგრესიით გამოირჩეოდა საბა მინდიაშვილი, რომელმაც ტელეფონი წაართვა ჟურნალისტს, ისიც ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობს უკვე წლებია. ეგრეთ წოდებული კასტეტებით გაუსწორდა აქციის მონაწილეებს ფიზიკურად ბექა მიგრიაული, მისი ძმა ქართული ოცნების საარჩევნო სიაშია, ისიც ქართული ოცნების წევრია, ასევე ქალებს სცემდნენ ათუკა ციკლაური და ომარ გაბრიჩიძე. ომარი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია, ათუკა ციკლაური კი მარტის აქციებზე ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა კი მათ რიგებში მუშაობს. ადგილზე არ იყო და ეს ხო წინასწარ განსაზღვრული, რომ პოლიციას არა განემუხტა, არამედ სრულად მიეცა იმის უფლება, რომ ჩვენზე ფიზიკურად ეძავადათ. თავიდან ბოლომდე ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რო ამოვედით პოლიცია არ იდგა და ორივე მხრიდან აქ ჩასაფრებულები იყვნენ კიტუშკები და რომ მოვედით შემდეგ ეგრევე დაგვესვენ. მე ჩემი ყურით მოვისმინე პოლიციასთან როგორ იყო ეს შეთანხმებული და ეუბნებოდნენ ვინ საიდან გადაადგილდებოდა როგორ და რანაირად. ზურგში მწუდა ვიღაცა ეგრეთ წოდებულ ბავშვზე, რომელსაც სახის დასაფარად ვიყენებ ხოლმე და მახჩობდა, შემდეგ დაბლაც დამაგდეს და რამდენიმეჯერ დამარტყეს, რაც იყო გამოწვეული ზუსტად ქართული ოცნების ოფისიდან გამოსული ხალხისგან, რომლებიც დიდი ალბათობით არიან წინასწარმო გადამზადებული ტიტუშკები. ქართული
ოცნების წარმომადგენლების ნასროლი, თუნუქის ქილები და პლასტმასის ბოთლები მოხვდათ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც გადაფარებულები იყვნენ მათზე. ჩვენ მოვიპოვეთ კადრები და ეს კადრები ნახა ახლა მაყურებელმა, როგორც თხოვს მშვიდად პოლიციელი ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ტიტუშკას არ გამოიყენოს რკინის ნივთები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ტიტუშკა კი პასუხობს: შენიანი ვარ, მეც ქართულ ოცნებაში ვარ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქვე გეტყვით, რომ მელიქიშვილზე განვითარებული მოვლენების საფუძველზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. დიდი ალბათობით საქმეებს აღძრავენ სწორედ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება ხოლმე. ამ საქმეებში კი სავარაუდოდ ჩადებენ ერთი კონკრეტული რაკურსით სამთავრობო მედიის მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც თითქოს ჩანს ის თუ როგორ ესხმიან აქციის მონაწილეები თავს ქართული ოცნების ოფისს.